ბატონი ბესარიონ ხვინთელიანი არის მობრძანებული და გთხოვთ შემოაცილოთ დარბაზში. ბატონი ბესარიონ ხვინთელიანი, გთხოვთ დაბრძანდეთ ბატონო ბესარიონ. მადლობას გიხდით ჩამობრძანებისთვის, დაბრძანდით თუ შეიძლება. თქვენ კვიპროსში ცხოვრობთ და საქმიანობთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და კომისიაზე გამოცხადების მიზნით ხართ საქართველოში ჩამობრძანებული, რისთვისაც დიდი მადლობა. თქვენ წინ გაქვთ გაფრთხილების ტექსტი, რომელშიც წერია, რომ კომისიისთვის განზრახ სრულ ახსნა განმარტების მოცემა, კითხვებზე უარი ან პასუხისთვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს რომ იცით, გთხოვთ ამის დასტურად ხელი მოაწეროთ მოცემულ დოკუმენტს. და შემდეგ მოკლე დროის განმავლობაში გულისხმობთ 15-20 წუთს ქრონოლოგიურად იქნებ გვიამბოთ თქვენ შესახებ 2004-2012 წლებში რა გადაგხდათ თავს როგორც ბიზნესმენს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტული თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით და როგორ აღმოჩნდით ეს ბიზნესმენი და ახლა უკვე მწერალი კაციც თქვენი ქვეყნის თქვენს ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი პატიოსანი ადამიანი თუ სწორად მახსოვს გლდანის საპატიმროში ხომ ასეა აი როგორ აღმოჩნდით როგორ არის გზა ბიზნესიდან გლდანის საპატიმრომდე რუსთავის მე-16 და რუსთავის ციხეში თუ ნებას მიბოძებთ მე მინდა გავექცე ემოციებს ამიტომ მე ჩემი გამოსვლა ჩავიწერე და თუ შეიძლება ეს მე მომცემს უფრო დამშვიდებულად ვისაუბრო იმიტომ რომ შეიძლება შემდეგ ვთქვათ ემოციებით რაღაცნაირად ხელი შემეშალოს ამიტომ თუ ნებას მომცემთ წავიკითხავ რაც ესე იგი მე რა თქმა უნდა ეს უკეთესიც იქნება გისმენთ კი ბატონო კი ბატონო სანამ დაიწყებთ აქვე პატარა შენიშვნას გავაკეთებ შენიშვნასავით რომ ჩვენ ჯერ ვერ ვნახეთ პირი მეგობრებო ვინც მოვიდა კომისიაზე და არ აქვს საზრუნავად ის რომ როგორღაც ებრძოლოს დღესაც კი ემოციებს იმიტომ რომ ეს არის ემოცია და სტრესი რომელიც როგორც ჩანს არ განელდა და არ ნელდება და ზოგიერთ მათგანს ექსპერტიზის დასკვნაც აქვს ფსიქოლოგიური, რომ ის დღესაც აგრძელებს იყოს იმ წარსული უსამართლობების მსხვერპლი. ამას ადასტურებს თქვენი თხოვნაც, რომ ასეთი გამოსავალი მოუფიქრეთ საკუთარ თავს, რომ წინასწარ დაწერილი გამოსვლა წაიკითხოთ, გისმენთ და შემდეგ პირდაპირ დავსვამთ კითხვებს და დროსაც ამით დავზოგავთ, გისმენთ. მოგესალმებით ქალბატონო კომისიის თავმჯდომარეო მოგესალმებით პატივცემულო კომისიის წევრებო დიდება ღმერთს და მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ბიზინა ივანიშვილს რომ ღვთის მადლით მანინება სამშობლოში დაბრუნება და გადაარჩინა საქართველოს განადგურებისაგან როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ის რომ არც მე არ მექნებოდა არავითარი შანსი ცოცხალი გამოსულიყავი სააკაშვილის მიერ შექმნილი მწამებლური სადამსჯელო სისტემის საპატიმროდან როგორც სხვა ათასობით პატიმარი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქართულ ოცნებას მოცემული კომისიის ინიციატივისათვის, რაც დიდი მედებს უსახავს მომავალ საქართველოს და რეჟიმის მიერ დაზარალებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თავიანთ რეაბილიტაციაში. ეხლა კი ნება მიბოძეთ ზოგადად გაგაცნოთ ჩემი თავი და სააკაშვილის მწამებლური რეჟიმის ქმედებების შესახებ ორ პენიტენციალურ დაწესებულებაში გლდანისა და გლდანის მერვე და რუსთავის მე-16 ციხეებში რაც ხდებოდა, რაც მე ვნახე და რაც თვითონ მე გადამხდა. ძალიან ბევრია მოსაყოლი, მაგრამ ვიცი რომ ეს ყველას დაამძიმებს და ამიტომ მე შემოვიფარგლები გარკვეული რაღაც თეზისებით და იმ მომენტებით, რაც ნებისმიერ დროზე, როდესაც ადამიანი დაწვება, აუცილებლად შეიძლება ეს ემოცია მოგივიდეს და მით უმეტეს, როდესაც დღე იწყება მაშინაც. უმდაბლესად გთხოვთ მომიტევოთ და თავის ქებად არ ჩამითვალოთ, რადგანაც ჩემს პიროვნებაზე თვითონ მექნება მე საუბარი და ლაპარაკი.
მე ბესარიონ ხვინთელიანი, ვარ აფხაზეთის მკვიდრი. საშუალო სკოლის შემდეგ მოსკოვში მივიღე განათლება. შევქმნი ქართული ოჯახი და ვარ 3 შვილის მამა. 25 წელზე მეტი ვემსახურე ქართულ დიასპორას რუსეთში. თავიდან ვიყავი თანადამფუძნებელი ქართველთა საზოგადოება რუსეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ივერ ფრანგიშვილი, აკადემიკოსი და მისი გარდაცვალების შემდეგ მე ჩამოვაყალიბე საერთაშორისო დიასპორების ხელშემწყობი ფონდი კრედო რუსეთში და მისი მიზნები და ამოცანები იყო აფხაზეთიდან ტოლვილების, დევნილების და ასე შემდეგ ჩვენი ქართველების იქ ვთქვათ პატრონობა. როგორც ვიცით, ასეთ პერიოდში ჩვენი დაზარალებული მოქალაქეები ყოველთვის სხვა ქვეყანაში ეძებენ რაღაცნაირად ისეთ პიროვნებებს, რომლებიც პრაქტიკულად უკვე ფეხმოკიდებული არიან იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ და რა თქმა უნდა ამან გამოიწვია ამ ფონდის დაარსება და ამ ფონდის შექმნა. ჩემი ავტორობით გამოიცა, ამისათვის ჩემი ავტორობით გამოიცა ორტომეული წიგნი კომპასი და კომპასი 2, რომლებიც იურიდიულ საცნობარო სახელმძღვანელოებს წარმოადგენს ნებისმიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის, ნებისმიერ რუსეთის არ მქონე მოქალაქეების პირთათვის და რა თქმა უნდა იმათთვის, ვინც იცის რუსული ენა. ფონდ კრედოს მეშვეობით ჩატარებული იქნა როგორც მოსკოვში, საქართველოს საელჩოსთან ერთად, ასევე თბილისში საერთაშორისო კონფერენციები თემებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებაში, საქართველოს და აფხაზეთის მშვიდობიანი შერიგება სახალხო დიპლომატიის მეშვეობით, საქართველოს კულტურის წელიწადი და კვირეები რუსეთში, მოსკოვის ქართული სკოლების კომპიუტერებით აღჭურვა, სპორტული შეჯიბრებები და მათი ორგანიზაციების საკითხების მოგვარება. აფხაზეთიდან აფხაზ თანამემამულეებთან დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში და ბევრი სხვა მრავალი. ყველაფერი ეს ემსახურებოდა აფხაზეთის დაბრუნებას ქართულ სივრცეში თავისი ედენტობით, კულტურით და მრწამსით. ასევე ფონდ კრედომ სხვადასხვა მატერიალური დახმარება გაუწია აფხაზეთში, გალში მცხოვრებ თანამემამულეებს, ილორის სარესტავრაციო სამუშაოები, სოლიდური თანხა. აფხაზეთ სვანეთის საავადმყოფოს ყველა მუშაკს 7 წლის განმავლობაში ხელფასი დანამატს უხდიდით ყოველთვიურად. ზემო სვანეთის მეწყერით დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცა ჰუმანიტარული დახმარება. ასევე შიდა ქართლის კერძო სამაჩაბლოს დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცათ ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენს მიერ დაფინანსდა ქალაქ თბილისში ნაძალადევის რაიონში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 113 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. ასევე აფხაზეთიდან დევნილ მთავრობას გადაეცათ სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილი. მესტიის რაიონში სოფელ ლატალში 120 წლის უკან დანგრეული ივანე ნათლისმცემლის ეკლესია თავიდან ბოლომდე დავაფინანსეთ და მეც თვითონ ჩემთვის ეს იყო ბედნიერი პერიოდი, როდესაც 2 თვის განმავლობაში მეც იქ თვითონ მუშაობდი იმ სოფლებთან ერთად, ვინც უკვე ეხმარებოდა და გვეხმარებოდა ჩვენ ამ ეკლესიის აშენებას, აღდგენა აშენებას. და ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია ჩემი ფონდის მიერ 25 წლის განმავლობაში, რომელსაც პირადი ბიზნესიდან ვაფინანსებდი. თუმცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქველმოქმედება რა თქმა უნდა არ ფასდებოდა და როგორც ვხედავთ, ეხლაც ებრძვიან უდიდეს ქართველ ქველმოქმედს. სააკაშვილის რეჟიმამდე ბატონ შევარდნაძისგან მივიღე პირადი მოწვევა და გადმომეცა ღირსების ორდენი ჩემი მოგზაურებული ღვაწლისათვის საქართველოს მიმართ. მაშინ ეს იშვიათობა იყო. ცალკე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დავინიშნე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციაში და ასევე გადმომეცა საპატიო სიგელი გაწეული ღვაწლისათვის. ყველაფერი ეს მაშინდელი ტელეარქივებში და გაზეთებში თავისუფლად მოიძებნება. ზოგადად გაზეთების დაიჯესტის კრებული თან მაქვს. თუ შემდეგინებებთ, მე ამას დაგიტოვებთ ან და როგორც მეტყვით. შოკის მომგვრელი იყო, როცა ციხეში ყოფნის დროს ჩემი ფონდის ხელმძღვანელი თამაზ მექვაბიშვილმა რეჟიმის ზეწოლისგან ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე, თავი მოიკლა, რაც ჩემთვის დაუჯერებელია. ბიზნესის მცდელობა საქართველოში.
ჩემს დაპატიმრებამდე 9 მარტი 2010 წელი სხვადასხვა ბიზნეს პროექტებში ინვესტირება მქონდა დაწყებული და სხვადასხვა უძრავი ქონების მესაკუთრე ვიყავი საქართველოში. აქედან დიდი რამოდენიმე პროექტი. შევარდნაძის პერიოდში ზესხოს, ქვემო სვანეთში სპილენძის და პიროტინის საბადო. ციხეში გავიგე, რომ ვისაც ჩემი დაპატიმრების შემდეგ უსაფუძვლოდ მიყიდეს ჩემი კომპანიის 20 წლიანი ლიცენზია, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ასევე აუქციონზე შევიძინე ქალაქ ქობულეთის ცენტრალური პარკი 50,000 კვადრატული მეტრო, ანუ 5 ჰექტარი, სადაც მარინა პარკის და 40 სართულიანი სასტუმროს პროექტი მზადდებოდა. პარკის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებით და თანამედროვე ტექნოლოგიების კეთილმოწყობით. ამისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა იყო საჭირო, რისთვისაც შემაძენინეს, ანუ შევიძინე 150 დიდი ძვირადღირებული პალმები, რომლების ნაწილი ქობულეთის ნაცვლად ბათუმის ბულვარში დაირგა. 2002 წელს შეძენილ ავლაბრის პლატო მიწის ნაკვეთზე დაიწყეს სასტუმრო ბუტიკის მშენებლობა შეთანხმებული პროექტით. ბორჯომში ნაკვეთი 3000 კვადრატული მეტრი, რომელიც კოდუას ოჯახმა გადაფარა. შემდეგ გაგიხსნით თუ შემეკითხებით გადაფარა, მაშინ არ იყო ელექტრონული ვერსიები. წყალტუბოში ერთ-ერთი ობიექტი სათაფლიას რემონტი დაწყებული ჰქონდათ განაჩენის გამოტანამდე. ასევე ქსნის ქუჩის მარცხენა სანაპიროზე შევიძინე შეპესე კლაუსი, თავისი მშენებარე ობიექტით, რომელიც თურმე დაყადაღებული ყოფილა ბანკის ვალის გამო და ამ ობიექტს მოჰყვა ჩემი დაჭერა, ვითომ და თაღლითობის მუხლით და აი ამ ბოლო დაბალი მშენებარე დაუმთავრებელი კლასის ობიექტისთვის უნდა გამეწირა და გამერისკა სხვა ელიტური და ძვირადღირებული ობიექტები, რომლებშიც უკვე დიდი ინვესტიციები ჩადებული მქონდა. თუმცა ბინასთან ერთად განაჩენით ყველაფერი ეს დამიყადაღეს და შემდეგ ნაწილობრივ ჩამომართვეს, რადგანაც ციხეში გამოკეტილმა ვერ შევასრულე დროში აღებული ვალდებულებები. საერთო ჯამში ჩემს მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 750 მილიონ აშშ დოლარს, რაც უნდა მოხმარებოდა მსხვილი პროექტების ამუშავებას და დასრულებას. ესენი იყვნენ ზესხოს ბოდიში? კი, ეს ისეთი ციფრი იყო, ნამდვილად გეუბნებით. აი, ვამბობ, ეს შემდეგ გამოღებული იყო, ოქმი გაფორმებული იყო. ამას მოგიყვებით ახლა, აქვე. ზესხოს აქედან მსხვილი პროექტები, რაშიც პირველი იყო ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ზესხოს საბადოს ამუშავებას 20 წლის ვადით, სადაც 2000 კაცამდე დასაქმდებოდა და გზები დაიგებოდა. ქობულეთის პარკის პროექტის დასრულება, რომელზეც მოგახსენეთ. ავლაბრის პლატოზე ელიტური ბუტიკ სასტუმროს დასრულება და სხვა მცირე პროექტები. საერთო ჯამში 5000-მდე საქართველოს მოქალაქე უნდა დასაქმებულიყო, რომლის დამადასტურებელი ორმხრივი ხელმოწერილი მემორანდუმი ჩამორთმეულ და დალუქულ ოფისიდან ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული. მოგვიანებით ციხეში გავიგე თუ რატომ მქონდა რეჟიმს კარგი საინვესტიციო პირობები. უდავოა რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები უნდა ჩამედო, რომ შემდეგ დავეჭირეთ და წაერთვათ. ალბათ ეს მარტო ჩემს მიმართ არ იყო, რა თქმა უნდა, მე კარგად გავიგე. ცნობილია რომ ეს სააკაშვილის რეჟიმის კარგად დამუშავებული მეთოდი იყო. ხალხის გაღატაკება, სამშობლოდან იძულებით გაძევება პურის ფულის შოვნისათვის და უცხოერების მასიური შემოყვანა და მოქალაქეობის მიცემა და რისთვის? ალბათ იოლი მმართველობისათვის. მე კი ჯერ აფხაზეთიდან საშუალო სკოლის შემდეგ რუსეთში წავედი და რუსეთიდან 40 წლის შემდეგ ოცნებად მქონდა საქართველოში გადმობარგება და დაფუძნება. რეჟიმმა კი ეს რა თქმა უნდა იცოდა და არა მარტო ეს, მან იცოდა ჩემი წარმატებული მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა. მე კი დიდი გულისხმევით და ენთუზიაზმით დავიწყე ევროპიდან საქართველოში მსხვილი ინვესტორების ჩამოყვანა. რეკლამას უწევდი ჩემს მიერ შეძენილ და სხვა საინვესტიციო პროექტებს. რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და შედგა მემორანდუმი აი ამ თანხაზე 750 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში და მეორე დღეს ამ შეთანხმების აღსანიშნავ 60 კაციან ბანკეტზე რესტორან ბაბილოში ნიშნულების მანქანით და პაპარაციების თანხლებით
უცხოელ ინვესტორების წინაშე დამაპატიმრეს. ალბათ იცოდა მათ გუნდმა, რომ დიდი დრო არ ქონდათ დარჩენილი და არ დაელოდნენ ამ ინვესტიციას და იქიდან დაიწყო შემდეგ ჩემზე ყველაფერი ეს ქმედებები. დაპატიმრება და წამება. შემოვიფარგლები, რა თქმა უნდა, მაგრამ დაპატიმრებამდე, როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, მოსკოვის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ვიყავი და ამ პოზიციიდან 3 დღე საქალაქო განყოფილების საკანი და პირველი მოლოცვა. ამ საკანში ნარჩემაშვილი იჯდაო. კარგად ამყოფოს ღმერთმა, სადაც არის. საკანის ხელი მტვერის ფენით იყო დაფარული და რომ შევედით ხელსაბანზე წამოწოლებმა პატიმარმა მითხრა: "ნელა შემოდი, თორემ მტვერში დავრჩობით." დილით დამლაგებელი შემოდიოდა ცოცხით. ცოტა წყალს მიაშურებდა ბეტონის იატაკს. მტვერს მიხვეთ-მოხვეტავდა იქით-აქით და მტვერით სავსე პატარა საკანში მკერდში ცხვირჩაყოფილები ველოდებოდით მიწის მიზიდულობის კანონს. აქედან დაიწყო ჩემი წამება. შემდეგ ისევ მომილოცეს, რომ ციხეზე გადავყავდით. და 11 დღე ამას ხარაც გითხრა. ბატონო ბესან, პირველი რაც მოყევით ეს ხდება მოდულში, როგორც მივხვდი, ხო? ეს საქალაქო განყოფილებაში. პოლიციის საქალაქო განყოფილებაში. თბილისის საქალაქო. ეს 3 დღიანი წინასწარ დაპატიმრების ისა რა ქვია. ეს რას უწოდებ, ხო? შემდეგ ისევ მომილოცეს, რომ ციხეზე გადავყავდი და 11 დღე კარანტინში გავატარე. კარანტინის საკანი 18 კვადრატული მეტრი, 40-ზე მეტი კაცი, შმორის სუნი, ერთმანეთში კამათი. აქედან რომელიმეს გარეთ გაყვანა და საწყალის ბღავილი, საჭმელი მხოლოდ პური და ონკანის წყალი, გინება, შეუწყვეტავით სემატყეპა, შემზარავი ხმამაღალი საუბრის ზმუილი და უცებ რკინის კარებზე გარედან რაღაც მძიმის დარტყმა. და როგორც ბომბის ხმა, სრული სიჩუმე 3-5 წუთი. და შემდეგ ეს ყველაფერი თავიდან. 40 გრადუსიანი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების ტანზე და ხელებზე. ჩამოჯდომა მხოლოდ 7-8 კაცი და ამისათვის საათობით რიგი. ასეთგვარ ფაქტებზე სხვებმაც ბევრი ილაპარაკეს. საინტერესოა, მხოლოდ ერთი დღე რომ გაატაროს სააკაშვილმა ასეთ პირობებში, მიხვდებოდა რა მეს, რა ჩაიდინა და რა გაუკეთა ქართველ ხალხს და საქართველოს და ქართველ ერს. ერთ დღესაც ჩამიყვანეს, სადაც ახალ დაჭერილები შემოჰყავდათ. იქ მომათავსეს. 1 მეტრონახევრიან ფეხზე დგომით საკანში, სადაც 4-5 საათამდე ვიდექი. ნახე შემოიყვანეს 25 წლის ეს ისე იყო განლაგებული საკანი, რომ აი წინ დიდი დერეფანი იყო ფართე, სადაც ერთი მაგიდა იდგა და იქ ეგრეთ წოდებული, არ ვიცი ექიმი თუ ვინ იყო, თეთრი ხალათი ეცვა და უნდა გაესინჯა ახლად შემოყვანილი. ვნახე შემოიყვანეს ეს ახალგაზრდა 25 წლის მამაკაცი, მეც შემოწმების დროს რაღაც წუნი აუღეს. და წრეში მოქცეული 10-მდე ბადრაგმა. მთელი ძალით და ღონით დაუწყეს ცემა. სცემდნენ სანამ საწოდავმა რეაგირება ნარტყამზე არ შეწყვიტა. მხოლოდ ყრუ ხმა მესმოდა მისი სხეულიდან. მე წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი, გისოსებთან უნდა მდგარ ვიყავი და მეყურებინა. დაღლილ დაქანცულ ფეხზე დგომით, თვალებ დახრილი გისოსებზე ხელჩაჭიდებული, ფეხის დარტყმამ რამაც თითები დამიზიანა, შოკში ჩამაგდო და ციხის ოფიცერმა მიყვირა. თუ საჭირო იქნება, შემდეგ შემეკითხეთ და გეტყვი ზოგიერთის გვარები, რა თქმა უნდა ვიცი. უყურე ბიჭო, უყურე. ვარესი მოგივა თუ არ აღიარებ დანაშაულს. ის საწოდავი კი ერთი ბადრაგის სიტყვების შემდეგ მე მგონი ნამეტანი მოგვივიდაო, დაიბრიდა მაგისიო, შემდეგ ფეხებზე ჩაჭიდებული ორმაც წაათრიეს კორიდორში, რამაც სისხლის რამოდენიმე სქელი კვალი დატოვა.
სასამართლოში წაყვანა მიახლოებით 1 კვირა-ნახევარში მომიწევდა. ეს საინტერესოა, შემდეგ მივხვდებით ბოლოში რატომ? იმიტომ რომ მე ორივე საქმე, სამოქალაქო და სისხლის საქმე ორივე გახსნილი იყო და ამიტომ მიწევდა ძალიან ხშირად სასამართლოში სიარული. ეს პროცესი დილით 6 საათზე იწყებოდა, გინებებით და შეურაცხყოფებით. წაყვანის დროს გავივლიდით კორიდორში, სადაც უნდა გვენახა. წარმოიდგინეთ, წელს ზემო შიშველი მამაკაცი, ხელებ და ფეხებ გაშლილი გულაღმა რკინის ბორკილებით გაკრული ბეტონის იატაკზე და თავზე ჩაფხუტით. ჩემთვის ეს შემზარავი იყო, როგორც სხვებისთვის, რა თქმა უნდა. და როცა ერთ პატიმარს ვკითხე, ჩაფხუტი რა თუნდა მეთქი. არ მესმოდა ჯერ ეს ამბავი, ახალი ვიყავი იქ. ასე მიპასუხა, თავი რომ არ დაიზიანოს მოიკლავდა. მეც მქონდა ასეთი, ეხლა, როდესაც იქ ადვოკატებს ველოდებოდი, ვიფიქრე რომ თავი უნდა დავარტყა და უნდა გავითიშო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. შემდეგ შემოწმება. ყველას გვაშიშვლებდნენ და თუ შეაგვიანებდი, კისერში წარყმა იყო, გინება და ცემა. ავტობუსში ჩასხდომამდე იგივე პროცედურები. ავტობუსში რამოდენიმეჯერ პატიმრების სიმრავლისაგან ცალფეხზე ვიდექი და ძლივს ვანაცვლებდი ერთი მეორეს. შემდეგ სასამართლოს სარდაფები 60 კაცამდე, შემჭიდროებულად და შემდეგ სასამართლო პროცესი 3-4 საათზე. წარმოიდგინეთ, 6 საათიდან ეს ყველაფერი, სასწავლი რაღაცა და შემდეგ ჩემი სასამართლო პროცესები პრაქტიკულად თითქმის ყველა იყო დღის მეორე ნახევარში. ერთხელ ჩემი მოწამვლის შემდეგ ამაზე არ ვილაპარაკებ. მედიცინური ყველაფერი დასკვნები წამოღებული მაქვს, თუ შემდეგ გექნებათ ამის სურვილი, ამას დაგიტოვებთ. ჩემი მოწამვლის შემდეგ სასამართლოს სარდაფებში სირბილით უნდა გამევლო ბადრაკთა კორიდორში. ჩქარა სიარული უკვე აღარ შემეძლო, 90 კილოგრამიდან ალბათ 65 კილო ვიქნებოდი. ამ დროს ვიღაცამ უკნიდან შემაგინა და კოკა-კოლის 2 ლიტრიანი სავსე პლასმასის ბოთლი მესროლა, რომელიც მარჯვენა მხარზე მომხვდა. რამოდენიმე მეტრი წინ გადავარდი, ბეტონის იატაკზე და აუტანელი ტკივილი ვიგრძენდი. შემდეგ მომასულიერეს, ცალკე, ეგრეთ წოდებულ ფუქში გამათრიეს. მომაწესრიგეს და მოსამართლესთან შესახვედრად გამამზადეს. და ყველაფერი ამის შემდეგ მანტიით შემოგარსული, კეთილი სახის, მოსამართლე და ტელეფონებით ხელში მოსაუბრე ბედნიერი პროკურორები. პროკურორის გვარიც ვიცი და რა თქმა უნდა მოსამართლესაც. ეს ჩემს იმაში ყველაფერი არის. მთელი თვის განმავლობაში ადვოკატებთან 2 პატიმარზე დაყრდნობით გადავყავდი. მაგრამ როდესაც თავისუფლებაზე გამოვედი დიდება ღმერთს, 10 წელი ხრის ტკივილი არ შემწყვეტია და როცა ხელის მოძრაობა შემეზღუდა 2022 წელს ოპერაცია ჩამიტარდა, მყესები მქონია გაწყვეტილი. ამ მხარზე კიდევ რუსთავის მე-16 ციხეში დამიმატეს და მყესები მქონია გაწყვეტილი და ეს ძვლების ერთმანეთში. რა თქმა უნდა, გაუსაძლისი ტკივილები იყო. ანესთეზიის დროს პრაქტიკულად, როდესაც ოპერაცია ჩამიტარეს, გულის შეჩერებაც დამიფიქსირდა, ცოტა ხნით. საკანში გულის ინფარქტი გადავიტანე, 10 საათი უგონოდ ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი და ვერავის ვხედავდი, ხმები კი მესმოდა, მოკვდაო. პატიმრებმა პულსი დამითვალეს, 18-20 აქვსო. პულსი თვლიდნენ, ახლა თქვენ გაგეგებათ, რომ ასე ურტყამდნენ და ითვლიდნენ, რომ მიახლოებით ეს ყოფილიყო. ექიმი 3 დღის შემდეგ შემოვიდა. ყველაფერი ამას მოჰყვა მოციმციმე არითმია, რასაც თან ვატარებ. ტუბერკულიოზების საშხაპეში 2-ჯერ მაბანავეს, გაუსაძლის ცხელ წყალში. ისედაც გვაბანავებდნენ გაუსაძლის ცხელ წყალში, მაგრამ შემდეგ გავიგე და მითხრეს მე რომ გაგიმართლაო. ანუ გამიმართლა, არ გამიმართლა. უბრალოდ დიდება ღმერთს, სხვანაირად ეს შეუძლებელია, რომ იქიდან მე ასე გამოვედი. გლდანში ფიზიკურად ცემის დროს ვლოცულობდი, რაც ძალიან უკვირდათ. ყოველ კვირას რამოდენიმე დღეში სამწუხაროდ ამას ვხედავდი, ეგრეთ წოდებული რეშკიდან გვამები გამოქონდათ. მათი ყვირილი, ქრისტიანები არ ხართ, რა შვრებით, მთელი ამბავი.
და შემდეგ 12 საათზე პირველ საათზე აი ასე ბევრჯერ მინახია გვამები გამოჰქონდათ გლდანის ციხიდან. 2 წლის შემდეგ რუსთავის მე-16 ციხე ნახევრად მკაცრი ხალხთან ურთიერთობამ ცოტა გამომაფხიზლა, მაგრამ ამ 3 წლის ყოველივე ერთი დღე ჩემთვის არასდროს არც ერთი დღე არ დამავიწყდება, ეს წამება იყო. როდესაც გამოჩნდა საქართველოს ერის კაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დიდი იმედი გამიჩნდა და რეჟიმის საწინააღმდეგო 10 დღიანი შიმშილობა გამოაცხადა. მოტივაცია მოგეხსენებათ ამ დროს აუცილებელი იყო, ანუ რისთვის შიმშილობა. და მე შევადგინე 2 პუნქტიანი მოტივაცია და წარმოიდგინეთ, სადღაც 2 საათი იყო ციხეში ნახევრად მკაცრი თავისუფალი დრო და ამ 2 საათში 3000 პატიმრიდან 1500 ხელმოწერა ამ მოტივაციაზე შევაგროვე. ამას შემდეგ რა მოხდებოდა ნახეთ ახლა რა წერია ამ მოტივაციაში, რომლის ქსეროასლებიც აქ უკვე მაქვს და მოვიტანე. პირველი, შეიძლება ეს არ იყო ისეთი ვთქვათ აკადემიურ დონეზე, მაგრამ პატიმრები ახლა იქიდან მე რომ გამოაცხადე, შემდეგ ასე დაიწერა. მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის ზ ადეიშვილის და მთავარი პროკურორის ზ մ ზოდელავას როგორც მთავარი მოქმედი პირების პასუხისმგებლობაში მიცემას, როდესაც ისინი თავიანთ კაბინეტებში და კრესლებზე ისხდნენ ჯერ კიდევ. მეორე, მოვითხოვთ საქართველოს ციხეებში ამჟამად მყოფ პატიმრებს, ვისაც სასამართლოს მიერ მისჯილი აქვთ სასჯელის მოხდა საერთო რეჟიმის კოლონიაში, მაგრამ მათ გამოიარეს გლდანის ან სხვა მკაცრი რეჟიმი გატარებული გარკვეული დროით, ასეთ პატიმრებს მკაცრ რეჟიმში გატარებული 1 წელი ჩაეთვალოთ 3 წლის ვადად, ხოლო ვინც გამოიარა ნახევრად დახურული მკაცრი რეჟიმი, მათ ჩაეთვალოთ 1 წელი 2 წლის ვადად. და რა თქმა უნდა, თუ კი იქ წლები არ იქნებოდა, დღეები ან თვეები იგივე სისტემით იქნებოდა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ამ მოტივაციას 1500 პატიმრამდე მოაწერა ხელი და 100-მდე პატიმარმა მხარდაჭერა გამომიცხადა და ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილი. აქ ძალიან საინტერესოა. შემდეგ რა მოხდა და როგორი ციხე ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმს. ასეთ მოტივაციას სიკვდილს შერიგებული კაცი თუ მოიფიქრებდა და გამოაქვეყნებდა. ხელმოწერების ქსეროასლები აქვე მაქვს ჩაგაბარებით, როგორც გითხარით. შემდეგ გავიგე, რომ ეს სხვა ციხეებსაც გადაედო და გავრცელდა, რაც მწამებლური რეჟიმის ხელას შეუწყობდა ხელს. ამიტომ ნახევრად მკაცრი ციხე სრულიად გაამკაცრეს, ანუ 2 საათიანი ჰაერზე გასვლაც ყველასთვის აკრძალეს და ამისათვის დამიპირისპირეს ყველა ციხის მაყურებლები და სხვადასხვა ციხის რანგის პატიმრები. მათ საქმე, როგორც ამბობენ, გამირჩიეს და თუ შიმშილობას არ შევწყვეტი, წელში გადამტეხდნენ. ერთი პატიმარი ჩემი მე-16-ში შესვლის დროს უკვე ეტლით გამოჰყავდათ გარეთ და პრაქტიკულად ამაზე მიმითითეს. მოტივაციების ტექსტმა მიშველა, რა თქმა უნდა, წელში გადატეხა, იმიტომ რომ თითქმის ყველა პატიმარს იგივე გლდანის ან და სხვა მკაცრი დაწესებულებები დიდი დროით გავლილი ჰქონდათ. მე მაგალითად გლდანში 2 წელიწადი მომყოფეს. ეს აქ არ მიწერია, მაგრამ გეტყვით ახლა, რომ პრაქტიკულად ჩემი ბოლო სასამართლო მე-9 თვის თავზე თუ არ შევწდები 11 საათზე და 30 წუთზე მიიღო მოსამართლემ. ანუ ან მე უნდა გავეშვით, ან და უკვე უნდა დავეტოვებინეთ და ამის შემდეგ აი ეს ასე მოხდა. რა შეეხება ჩემ შიმშილობას, რადგანაც ესე იგი იმ ეგრეთ წოდებულ გარჩევაზე ბევრს ჰქონდა ეს გავლილი, ამიტომ გადაურჩი ამ წელში გადატეხას
და ულტიმატუმი დამიყენეს, რომ სხვებს შეაწყვეტინეთო შიმშილობაო. მე ვთხარი, აქ ყველა თავისუფალია, მე ვთხარი, მე როგორ უთხრა ახლა ვინმე სადექი და შეაწყვეტინე შიმშილობა. მაგრამ მე ვთხარი, ყველაფერს შევეცდები და გავაკეთებ მეთქი. რა თქმა უნდა, შემდეგ ყველამ გამიგო და მე დავრჩი მარტო და გავაგრძელე შიმშილი, სადაც 10 დღე ვიშიმშილე. ამის შემდეგ კი 10 დღიანი კარცერი, რის აღწერასაც ვერ შევძლებ. ცემა ტყება, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა. თუმცა ერთი პოზიტიური მომენტი მაინც მინდა, რომ ჩემი თავი გამოვაკეთო ასეთი რაღაცა. მოგიყვებით. როდესაც ჩამიყვანეს კარცერში, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, ალბათ ერთი 34-40 წლის იქნებოდა, სპორტიული ტანის, ხო და აი ასე ციხის სლენგებით შმონი იწყება, შემაგინა, ხელები ფეხები გაშალე. მოვიდა ჩემთან, ის დაბალ-დაბალი ტანის იყო და რო დამიწყო სხევლის შემოწმება თუ მაქვს რამე ისეთი აკრძალული საგანი, ყურში ჩამჩურჩულა. ბაბუ, ვიცი, ძლიერი პრესი გააქვს, იქ ცოტა მოძრაობდი უკვე ზონაზე დავიწყე და რო დაგარტყა, პრესი გაიმაგრე და ძირს დავარდი. გაიგე? მე ვთხარი კი მეთქი. ჩავიჩურჩულე მეც. და ასეც მოხდა. შემდეგ ზემოდან წიხლი დამახვია და ასე წავიდა. ანუ იმ ადამიანზე, იმ ახალგაზრდაზე ყოველთვის ვლოცულობ. იმიტომ რომ ის ვალდებული იყო, რომ შეესრულებინა. მაგრამ არც დარტყმა იყო ისეთი ძლიერი და მაგრამ ხო წარმოგიდგენიათ. ეს მან ჩაატარა იმისათვის, რომ არ უნდოდა, მაგრამ იძულებული იყო რეჟიმისგან. კარცერის შემდეგ გავიდა გარკვეული დრო და ციხის ოფიცერმა კარცერში რამდენი ადამიანი იყავით და რამხელა იყო თვითონ? საკანი რამხელა იყო? ძალიან დიდი საკანი იყო, ერთი 30 კაცი დაეტევოდა მანდ. ეხლა იქ მე იმას არ მოყვები, რომ იქ გრძელი რაღაცა ცალკე მდგომი შენობა ყოფილა და გარეთ იყო დაბმული ქოფაკი კავკასიელი ძაღლი. და მე თვითონ მყავდა ასეთი ძაღლი და ვიცი მათი ვთქვათ ასავალ-დასავალი და ეს ძაღლი ღამით მსახურობდა და ყებდა. წარმოიდგინეთ თქვენ. მთელი ღამე ყება. და შემდეგ არ ვიცი ისეთი რაღაცა მოახერხე ავძვერი იქ რკინის საწოლებზე ამბავი იქით-აქით და დაუწყე ამ ძაღლს საუბარი. და ალბათ მეხუთე დღეს ერთმანეთის ის გამოვნახეთ და ვეფერებოდი და ის უკვე აღარ ყებდა. ყებდა მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც რაღაცას შეამჩნევდა. მაგრამ ჩემთან მოდიოდა და მისი სუნთქვა მესმოდა. და ამან მოგცათ ღამე ძილის საშუალება? ამან მომცა მთელი ღამე, თორემ ის საერთოდ შეუძლებელი იყო იქ ძილი. გასაგები. ეხლა იქ შემდეგ შემოვიდა ციხის უფროსი, დამიმატა ჩემ. თეთრეული თუ ქონდათ არაფერი. ამისი ვთქვათ ერთ-ერთი ნაწერი ჩემი ადვოკატის მიერ მაქვს, ამასაც დაგიტოვებთ, რომ არც ჯაგრისი, არც არაფერი არ. რაზე გეძინათ ღამე? რკინაზე. რამდენ ხანს გასტანა ამან კარცერში? 10 დღე. 10 დღე რკინაზე მე 10 დღეს გამომიშვეს. გადაგიყვანეს უფრო სწორად. დიახ. კარცერის შემდეგ გავიდა გარკვეული დრო. მე იქ მონასმენი მქონდა ასეთი რაღაცა, რომ თუ კი ძლიერად ებრძვი, მაშინ გაღიარებს თითქოს და სისტემა და გაკვირდებიან ასეთი ვარიანტით. და ალბათ შეწუხდნენ რეჟიმის უფროსები. და 11 დღე და გარკვეული დროის შემდეგ ციხის ოფიცერმა 11 პატიმარს პრეზიდენტის შეწყალების ბრძანება წაგვიკითხა, სადაც მეც ვიყავი. მე მესმოდა, რომ ხელს მოაწერდი და 2 საათის შემდეგ სახლში ვიქნებოდი. თუ ხელს მოაწერდი და თუ არა 5 წელიწადი ციხე წინ მელოდა. ვიცოდი, რომ ჩემი ხელმოწერა დანაშაულის აღიარებას აღნიშნავდა. და ამიტომ მე ვარი ვთქვი და ხელი არ მოაწერე.
ეს ფაქტები მაშინდელ მასმედიას მიღმა არ დარჩენია, რისთვისაც ვინც გააჟღერა და ვინც დაწერა, ყველას მადლობას უხდი. ზოგადად გაზეთების დაიჯესტის კრებული თან მაქვს, როგორც გითხარით, და ასევე YouTube-ში ბლომად არის ჩემი ციხის გარკვეული რაღაცა კადრები, ციხიდან გამოსვლა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ეხლა ბრალის შესახებ. უშუალოდ ჩემი ბრალის შესახებ განცხადებაში იურიდიულ ენაზე ყველაფერი მოცემულია. მე კი მხოლოდ რამოდენიმე თეზისების შემოვიფარგლებ. ცნობილმა ნოტარიუსმა, ბჭყალებში რა თქმა უნდა, გინტურმა 2007 წელს 7 სექტემბერს გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება შპს კლაუსის 100%-იანი წილის ყიდვის შესახებ, რომელშიაც ორივე მხრის ქმედითუნარიანობა დადგენილი იყო და ფულის გადახდა ნოტარიუსამდე გამყიდველისთვის დადასტურებული იყო, რომელსაც ესწრებოდა ალექსანდრე თალაქვაძე, ის ვინც გახდა შემდეგ ამ რეჟიმის პრაქტიკულად თანამონაწილე, ანუ დაზომბირებული და ესწრებოდა ჩემი მინდობილი პირი, ჩემი ძმა ძუბა ხვინთელიანი. მე საერთოდ იმ ქალბატონს არც ვიცნობდი, ვისგანაც ეს შპს კლაუსი შევიძინე. ჩემი მინდობილი პირი აკეთებდა ამას. მეორე, პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში შავი თეთრზე უწერიათ. ბესარიონ ხვინთელიანმა ათალაკვაძეს გადაუხადა $1,800,000 ობიექტის საფასური. და ეს ობიექტი უნდა დასრულებული იყო, ეს მშენებარე იყო. სხვადასხვა ტრანშებით გადახდილი, ეს დაადასტურა თვითონაც იმ თალაკვაძემ. და თალაკვაძემ ეს თანხა მიითვისა და ამ დროს ალექსანდრე თალაკვაძე სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს. რა გასაკვირია, მაგ თანხას მას ვინ შეარჩენდა. ამ დროს სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ ალექსანდრე თალაკვაძე იზოლდა კლაუს არ შეგეშალოთ, მან არის იზოლდა კლაუ, როდესაც ვიტყვი ი კლაუ და შპს კლაუსი. ეს მისი შპს, მისი გვარის რაღაც სახელწოდება იყო. ხო და ალექსანდრე თალაკვაძე იყო ამ შპს კლაუსის 100%-იანი მფლობელი და არაოფიციალური პარტნიორი. ეს სასამართლო ოქმებში წერია. როგორ შეიძლება სასამართლო მიმსჯერლოს რაღაც არაოფიციალურ პარტნიორზე? ხო და ამ თალაკვაძის 50% მის მეუღლეს ეკუთვნოდა და 50% ქონდა გაფორმებული ამ ი კლაუზე, იზოლდა კლაუზე. ამ დროს იზოლდა კლაუმ 4-5 თვის შემდეგ დაარეგისტრირა იუსტიციის სახლში ნასყიდობის ეს ხელშეკრულება. რატომ თუ ფული არ ქონდა მიღებული? ხომ შეეძლო გაეუქმებინა? რა თქმა უნდა კი. და რატომ იზოლდა კლაუმ ხელათვე არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ 1 წლისა და 4 თვის შემდეგ? უდავოა, რომ ისიც და თალაკვაძეც გახდნენ რეჟიმის გეგმის თანამონაწილეები. სააპელაციო სასამართლოზე მბრალდებელმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბესარიონ ხვინთელიანს ქონება უსამართლო დააქვს ჩამორთმეული. ეს ოქმი და შუამდგომლობა სასამართლოში არსებობს. და ბოლო, სასამართლომ განიხილა სისხლის და სამოქალაქო წესით ერთი და იგივე საქმე ორ სხვადასხვა სასამართლოში. პირველი, სისხლის სამართლის წესით, სადაც მომისაჯეს 8 წლიანი პატიმრობა და ორჯერ ნაყიდი ერთი და იგივე ქონების კონფისკაცია და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა და დამატებით 1 მილიონი ლარის ჯარიმა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეხლა წარმოიდგინეთ, თუ ვიმსჯელებთ, რომ მე ბესარიონ ხვინთელიანმა მოვიპარე, ან წავართვი, ან თაღლითობით მივითვისე კერძო პირისგან ქონება და ამ დროს არც მე არ ვიყავი საჯარო მოხელე და არც შპს კლაუსი არ იყოს სახელმწიფო ორგანიზაცია. ანუ საქმე განიხილებოდა ორ კერძო პირ შორის და აქედან გამომდინარე, რა სამართლის წესით ჩამომართვა სასამართლომ, სააკაშვილის სასამართლომ ორჯერ შეძენილი ქონება და არ დაუბრუნა ეგრეთ წოდებულ დაზარალებულ იზოლდა კლაუსს. არამედ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. რაც შეეხება ორჯერ ნაყიდ ქონებას, აგიხსნით,
როგორც მოგახსენეთ ჯერის ფიყიდე სანოტარო ბიუროში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თვითონ იზოლდა კლაუმ 4 თვის შემდეგ, როგორც გითხარით, როგორც უფლებამოსილმა პირმა შეპესე კლაუსის დირექტორმა თვითონ დაარეგისტრირა და მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მიჩივლა. მეორეჯერ იგივე ობიექტი იძულებით შევიძინე აუქციონზე, რადგანაც მოტყვილებით შემომაჩეჩეს ი-კლაუს ბანკის ვალის მიერ დაყადაღებული ქონება. ანუ პირველად რო შევიძინე, შემდეგ გამოჩნდა მხოლოდ ბანკი. ეს ყველაფერი დამალული იყო ჩემს მიმართ. თანაც მე აქ არ ვიმყოფებოდი და რა თქმა უნდა, ასეთ თქვათ დიდ რაღაც გარიგებებზე და დიდი ფულის ანგარიშები იყო, რა თქმა უნდა, ამას ბევრი ინტერესებიც მოყვა, სხვისი. და დაგეგმილი იყო ყველაფერი ეს. ასე რომ ეს დამიმალეს, რომ დაყადაღებული იყო და რის გამოც აუქციონზე გადავიხადე 450 აშშ დოლარი და ამის შემდეგ მოხდა ამ ქონების ჩემს სახელზე დარეგისტრირება. თუ არ გადავიხდიდი, ის ჩადებული ფულიც დამეკარგებოდა და წყალში გადამეყრებოდა. ამიტომ მე უკვე იძულებული გავხდი, ყველაფერი მომეზიდა და ეს ასე კონკრეტულად რა ქონებაზე არის ლაპარაკი? ეს არის ქსნის ქუჩის მარცხენა სანაპიროზე ზარმაცების ხაზს რო ეძახიან, არ მისული იქამდე რიყის თქვათ რაღაცა და ამბავი. ის იმდენად მე არ მაინტერესებდა, მაგრამ იმ ალექსანდრე თალაქვაძემ ახლა გამაცნო ისეთი პიროვნებები, რომელიც თქვათ, იგივე დავით სააკაშვილი და რაღაცა და მე იმედი მქონდა, რომ თქვათ ამ კუთხით მე, რა თქმა უნდა, თანაც ის ჩემთან უკვე იმაშიც იყო ნამყოფი, კვიპროსზე ჩამოსული და ვინ დავით სააკაშვილი? რატომ იყო? ანუ მე შესწავლილი ვყავდი ამ სისტემას თავიდან ბოლომდე. რატომ იყო დავით სააკაშვილი ჩამოსული? მოხდა საუბარი, რომ მე იქ მაქვს სახლი რაღაცა, სხვათა შორის მაგ სახლზე მინდა გითხრათ, ეგრეთ წოდებული მაპატიეთ ამ სლენგის ნასეთკა ადვოკატების ყურში რო ჩამჩურჩულა, ბატონო ბესარიონ, რა უსინდისოები არიან, კვიპროსის სახლიც უნდათო. წარმოვიდგინეთ ახლა, მთელი კასკადი ამის. ვინ გაგაცნოთ დავით სააკაშვილი? ამან თვითონ ალექსანდრე თალაქვაძე. გასაგები. შემდეგ ალექსანდრე თალაქვაძემ და ამ საუბრის შემდეგ მოხდა და რა თქმა უნდა ადვოკატის სახელები და გვარები რო გითხრათ? უკაცრავად? აი ადვოკატები რომელიც ბრძანეთ, სახელი და გვარები რო გითხრათ? ადვოკატები იმდენი მყავდა, მოკლედ არა, თქვენ როგორი ეპითეტებითაც მოიხსენეთ ახლა, ვინც იყვნენ, ვინც რეალურად თქვენ ინტერესებს არიცავდა და მეტიც კანონს არღვევდა და თქვენი ინტერესების საწინააღმდეგო მე მინდა გავიხსენო ერთი ადვოკატი, რომელიც შემოვიდა ჩემთან, დღეს იმას ძალიან ხშირად ვხედავ ტელევიზორის ეკრანებზე, ეს არის გიორგი მშვენიერაძე, შემომიგზავნეს ვიღაციდან და წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ანუ მაგი მეუბნებოდა, რომ აუცილებლად გაგანთავისუფლდეთ და ბოლოს მითხრა, რომ შენ ამისათვის 5 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადო. ის შემოგიგზავნათ გიორგი მშვენიერაძე? რა არ ვიცი, ამას ვერ გეტყვით, ნაცნობებით, ახლა მე იქიდან შიგნიდან ამას ვერაფერს ვერ ვაკონტროლებდი, იმიტომ რომ სხვადასხვა ბევრი ადვოკატი. ეს როგორ შემოგიგზავნეს, როგორც დამლაგებელი? ბოლო წყალებში დამლაგებელი, საქმის დამლაგებელი? უკაცრავად? ის როგორ შემოგიგზავნეს, როგორც საქმის ეგრეთ წოდებული დამლაგებელი თუ რა თქმა უნდა ასე გამოდის. ანუ ჩემთან მოლაპარაკება, რომ მე როგორმე ვთქვათ, გავსულიყავი გარეთ რა. აი ერთი გვარი და სახელი ეს გიორგი მშვენიერაძე ახსენეთ და სხვა გვარებიც რო სხვა გვარები, ერთი ნეფარიძე იყო, ერთი გაბრიჩიძე იყო, ერთი ჯოხაძე იყო, ხაჭაბურიძე იყო, ნინო დამავიწყდა გვარი. მარიამიშვილი, არ ვიცი. კი ბატონო, შემდეგ
და აი ეს მინდა ვთქვა, რომ აი ასე ორჯერ ნაყიდი ეს ქონება, გაფორმებული ქონება, როგორ შეიძლება სააკაშვილის სამართალმა ახსნას ამდენი უკანონო სასჯელის შემდეგ დამატებით კიდევ 1 მილიონი ლარის ჯარიმა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ანუ ყველა მხრიდან ყველანი უნდა დაეკმაყოფილებინათ თავიანთი თავის ჩამორთმეული ქონებები, ჩამორთმეული ლიცენზია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ისინი გადააფორმებდნენ თავიანთ ახლობელ ან ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე და ერთ ლარად თუ რაღაცად ალბათ გაყიდიდნენ და ასე დაიმკვიდრებდნენ წართმეულ ქონებას. მეორე საქმე, საქალაქო სასამართლოში იგივე ქონების თაღლითური გზის შეძენისათვის წარმოიდგინეთ, იქ სისხლი მომისაჯეს, ჩამომართვეს, წამართვეს, რაც შეიძლება წართმევა და ეხლა უკვე ქალბატონი იზოლდა კლაუ, რომელიც მათთან თანამშრომლობდა, რომელსაც ბანკის ვალი ჰქონდა და მომყიდა ეს და შემომაჩეჩეს ვალდებულებით 450.000-იანი მაშინ იყო თუ არ ვცდები რესპუბლიკა ბანკი და აქედან გამომდინარე სამოქალაქო სასამართლოში იგივე ქონების თაღლითური გზის შეძენისათვის სამოქალაქო სასამართლომ იზოლდა კლაუს სასარგებლოდ დამაკისრა უკვე ფიზიკური პირის მიმართ დამაკისრა 850.000 $. აქედან 620.000 მე დავამრგვალე უბრალოდ 600.000 მშენებარე 850.000 ეს იყო 600.000 ეს იყო მშენებარე ობიექტის საზღაური და 250 კი მისვე სასარგებლოდ ჯარიმა. შემდეგ თანხის სანაცვლოდ მისივე აგარაკი რომელიც ბანკს ჰქონდა დაყადაღებული ერთმანეთში გაიქვითა და ასე დამთავრდა შემდეგ ჩემი სამოქალაქო სასამართლოდ. პატივცემულო თავმჯდომარებო, პატივცემულო კომისიის წევრებო, მინდა მოგმართოთ სრული პასუხისმგებლობით და გთხოვთ სრული სიმკაცრით ჩემს მიმართ გამოიკვლიოთ მოცემული საქმე და თუ დადგინდება რომ მე ნამდვილად ჩავიდინე დანაშაული თაღლითობა თუ რამე სხვა მზად ვარ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოსჯილი დანარჩენი 5 წლის სასჯელი მორჩილად ციხეში მოვიხადო და იქ დაველოდები უზენაესი უფლის განჩინებას. ეხლა იცით რომ მე პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვედი და ამისი დიდი მადლობელი ვარ რომ შეიქმნა მობრძანდა ჯერ ბატონი ბიზინა ივანიშვილი და შემდეგ ჩამოყალიბდა ქართული ოცნება რომელიც დღეს ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ საქართველო გადაარჩინოს გარე და შიდა მტრებისგან. რადგანაც ცოცხალი გადავრჩი, ნაცების რეჟიმმა არ იკმარა ჩემი ამდენი უსაფუძვლო დასჯა და წამება და ამიტომ იზოლდა კლაუმ ნაცების ბრძანებით ბატონ ბიზინა ივანიშვილის სახლთან დაიწყო შიმშილობა და იქიდან ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავო. ის ასე აპროტესტებდა ჩემს პოლიტპატიმრობას. სად ეხლა დრო გავიდა და ეს ნაცები მაინც არ მეშვებოდნენ. ეს სასწაული რაღაცაა, ვის რა დაუშავე. საქართველოში არ ცხოვრობდი. ამდენი ინვესტიციები ჩამოვიტანე და ანუ თავიდან ბოლომდე რადგანაც ვერ გამანადგურეს და ღმერთმა დამიფარა, მაინც ესე იგი ჩემი განადგურება უნდა და თავიდან ბოლომდე. ამ დროს პატიმრობისას ჯერ კიდევ 2007 წელს დავიწყე და 2008-ში დავაფუძნე პოლიტიკური პარტია საქართველოს და დიასპორა. პარტიის მიზნები და ამოცანები იყო საქართველოსთან წასული თანამემამულეების კონსოლიდირება საქართველოს ინტერესების ირგვლივ ემიგრაციაში ყოფნის დროს და ასევე მიგრაციული პროცესების ხელისშეწყობა საკანონმდებლო ტრიბუნიდან. რაც ხელს შეუწყობდა ქართველების განსაკუთრებით ახალგაზრდების დაბრუნება საქართველოში და საზღვარგარეთ მიღებული განათლების,
გამოცდილების, მატერიალური თუ ინტელექტუალური აქტივობების საქართველოში რეალიზებას, რაც ხელს შეუწყობდა, რა თქმა უნდა, საქართველოს გენოფონდის გაძლიერებას. ახალგაზრდების დაინტერესებას და ჩართვას საქართველოს საჭიროებო საქმეებში. მაგალითად, პოლიტიკაში ამისათვის გადაწყვეტილი მქონდა დიპლომატიური აკადემიის დაფუძნება საქართველოში, რაც ახალგაზრდა თაობას დიდ სამომავლო პერსპექტივებს დაუსახავდა პირად განვითარებაში და საქართველოს კი მიიღებდა კვალიფიციურ პოლიტიკურ კადრებს და საერთაშორისო დიპლომატებს. მე თვითონ მაქვს დამთავრებული ეს მეორე უმაღლესი განათლებაა ჩემი რუსეთში, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. და აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ ეხლაც რომ თუ ასეთი რაღაცა გაკეთდებოდა ეს ძალიან დიდ ბენეფიტს მოუტანდა ჩვენ ქვეყანას. ასევე ქართველი ემიგრანტების ჩართვა მინდოდა სპორტში, ბიზნესში, ამ პარტიის მეშვეობით იქიდან გადახვეწილი ჩვენი ქართველები და სხვა ბევრი რამ. სამწუხაროა რომ ამ პარტიის წესდება და დოკუმენტაცია ეხლაც უჯრაშია გამოკეტილი. ეხლა კი მინდა თქვენი ნებართვით შევეხმიანო საქართველოს ახალგაზრდებს და შევახსენო ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებიდან შემდეგი სიტყვები. შენ სამშობლოში, შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ შენი ერის დესპანი. რადგან შენი საქციელი შენი ოჯახის სახეა და გარეთ კი შენი ერის. ამიტომ თხოვნით მოგიწოდებ ყველას საქართველოს ნიჭიერო ახალგაზრდებო. არ გაიფუჭოთ ბიოგრაფია საქართველოს მტრებთან ახლობლობაში და მათ სამსახურში. რადგანაც ერის სამსახური თუ გსურთ, ერს უნდა ემსახუროთ. თორემ ყოველთვის მოგიწევთ მტრების ლოდინი. მტრები კი საქართველოს ყოველთვის ჰყავდა. ისინი მოდიოდნენ, მარცხდებოდნენ და მიდიოდნენ. როგორც რუსეთის წმინდა მამამ სერაფიმე საროველმა იქადაგა, ვინც საქართველოს ებრძვის, გამარჯვებას ვერ მიაღწევს, რადგანაც ის ებრძვის ღვთისმშობელს და მის წილხვედრ ქვეყანას საქართველოს. დიდი იმპერიები გაქრა და წაიშალა, ჩემო ახალგაზრდებო. საქართველო კი ეს პატარა ქვეყანა 3000-მდე წლისაა და ის მიიწევს წინ მისი ერის, ბერის, ტრადიციების და კულტურის და ღვთისწყალობით. საქართველოს სხვა გზა არ აქვს და არც გააჩნია და არც უწერია. ახალგაზრდებო, მიღყევით ამ ისტორიულ და წინაპართა ტრადიციებით შეზავებულ გზას. ასევე შევძინოთ ახალმა თაობამ ახალი სიკეთეები და ყველა ერთად გავიმარჯვებთ. და კიდევ ერთი, გახსოვდეთ ახალგაზრდებო, ახალგაზრდობაში დაშვებული ყოველივე აღიარებული შეცდომების პატიება შესაძლებელია. გარდა სამშობლოს ღალატისა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ქართველებს. ამინ. ამინ. გმადლობთ. მადლობა ბატონო ბესარიონ. თქვენ თავადვე დასვით კითხვა, რომელიც მე მინდა დაგისვათ და იქნებ შევეცადოთ გავცეთ ისეთი პასუხი, რომელიც ამ თქვენს ტანჯვა-წამებას, უფლებების შელახვას, ჩაგვრას, რეკეტს რაღაცნაირად 2-3 ფრაზით შეაჯამებს. რა დააშავეთ? რატომ გადაგეკიდათ სააკაშვილის ხელისუფლება თქვენი აზრით? მე როგორც მოგახსენეთ ჩემს ვთქვათ ამ ნაწერიდან ძალიან ბევრი და დიდი საერთაშორისო კონფერენციები მქონდა ჩატარებული, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. და პრაქტიკულად მე უკვე აღიარებული ვიყავი როგორც მომავალი პოლიტიკოსი. და აქ ახლა მთელი პაპკა არის ის დაიჯესტი გაზეთების, სადაც ამიტომ აი ეს ყველაფერი ქველმოქმედება, იქით-აქით დახმარებები, ეს თან ხარს მიწყობდა მე იმისათვის, რომ შემდეგ დავაფუძნე ეს პოლიტიკური პარტია საქართველოს და დიასპორა. და იქ უკვე ორი ყრილობა ჩატარებული იყო და ამ დროს უკვე დროც მოვიდა, როდესაც თანაც
იმდენი ინვესტიციები ჩამოტანილი, ამდენი ფული დახარჯული, ქონებები სხვადასხვა დონის შეძენილი და აქედან გამომდინარე მე როგორც ვთვლი მათმა იცოდა რომ უკვე ვერ გავიდოდნენ კიდევ ერთი ვადა თავიანთ არჩევნებში და ამიტომ დაიწყეს ჩემი ძარცვა ეს იყო სახელმწიფო რეკეტი თორემ მე არავისთან არავითარი ერთი პატარა სიტყვითაც ვინმესთვის რამე არ დამიშავებია მე უმეტესწილად ცხოვრობდი იმ პერიოდში მოსკოვში და შემდეგ უკვე მით უმეტეს ეს სიტუაციები და რაღაცები რო დაიწყო და ამბავი მით უმეტეს აფხაზეთის მკვიდრი და მე იქ რადგანაც მაქვს ადგილმდებარეობა იქ ვარ მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით კვიპროსში და იქ გადავედი და იქ ვცხოვრობ. შესაბამისად თქვენ თვლით რომ იმ ფაქტების ერთობლიობაზე დაყრდნობით და ამ ფაქტების გათვალისწინებით რომ თქვენში დაინახეს გარკვეული საფრთხე. საფრთხე დაინახეს პოლიტიკური საფრთხე. იმიტომ რომ მე ბევრ რაღაცას რა თქმა უნდა არ ვეთანხმებოდი. ეს უკვე მე ვიცოდი და მე ყოველნაირი ეხლა მე იურისტი არ ვარ, ეკონომისტი ვარ, მაგრამ მე ყოველნაირი მივიღე, ვთქვათ, უსაფრთხოების წესები ბიზნესში. მე თვითონ ეხლაც ზალცბურგის უნივერსიტეტის რუსულენოვანის ხაიეკ აკადემია არის. იქ მისი პროფესორი ვარ, რადგანაც რუსეთში უკვე მე მომიცია უკვე იქიდან ერთ რაღაცას გეტყვით ახლა, როდესაც 3 წლის შემდეგ, როდესაც გამოვედა რუსეთში ჩავედი, რა თქმა უნდა მივედი ჩემს უნივერსიტეტში, სადაც მე ლექციებს ვკითხულობდი და კათედრის გამგე მე სადისერტაციო საბჭოს წევრიც ვიყავი და როდესაც ჩემმა კათედრის გამგემ უკვე იცოდნენ რომ მე აქ ასეთი ბედი მეწვია და ეგრე მითხრა ბატონო ბესარიონი, როგორც მემართავე ვისარიონ გურიელოვიჩი. ხომ ვიცით მე და თქვენ რომ ქართველი სტუდენტებიო როგორი ნიჭიერები და სხარტნი არიანო. მაგრამ ხომ ვიცით რომ ისინიო ძალიანო არ არიან მოწესრიგებული, ყოველთვის აცდენენო. ეს ხო ვიცით მე ვთხარი კი მეთქი და მაგრამ ჩემი პროფესორიო 3 წელიწადი რო გააცდენდაო სამსახურსო ესო ნამდვილადო არ მეგონაო და წარმოვიდგინეთ რომ უნივერსიტეტმა შემინახა მე და 3 წელი ჩემს მაგივრად იკითხეს ლექციები და მე ეს ხელფასი დაგახვედრეს გადამიხადეს მაგრამ მე მითხრეს უნდა წახვიდეთ მე გითხრეს უნდა წახვიდე გასაგებია ბატონო ბესარიონ საფრთხე გამომდინარეობდა საიდან რომ თქვენ გქონდათ თქვენივე ფინანსური სახსრები კი რა თქმა